შემოგვიერთდა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ქალბატონი მარიამ დიდებულიძე. სტუმართან ერთად ვისაუბრებთ ახალი პატრიარქის აღსაყდრების მნიშვნელობისა და დღევანდელი დღესასწაულის შესახებ, კერძოდ შევეხებით წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის გამოსახულებებს ხატწერაში. ქალბატონი მარიამ, დილომშვიდობისა, გილოცავთ დღევანდელ დღეს და მადლობას მოგახსენებთ ჩვენთან მოგზაურობისთვის. თქვენს მადლობას გიხდით, რომ მომიწვიეთ. და ვიდრე ჩვენ დავიწყებთ საუბარს თამარ მეფის გამოსახულებებზე ქართულ იკონოგრაფიაში, ხატწერაში, მანამდე ბუნებრივია იმ ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებით თქვენი ემოცია შთაბეჭდილება აქვს სურს რომ გთხოვოთ გაგვიზიაროთ. თქვენ ბრძანდებოდით დელეგატი, როგორც ვიცი, და ესწრებოდით სამების საპატრიარქო ტაძარში გაფართოებულ კრებას, საეკლესიო კრებას და ყველაფრის, ესე იგი, მომსწრე და თვითმხილველი ბრძანდებით. მინდა მოგილოცოთ ახალი პატრიარქის კურთხევა და გთხოვოთ რომ აი კრებასთან დაკავშირებით შთაბეჭდილება და შემდგომ უკვე ინტრონიზაციასთან დაკავშირებით შთაბეჭდილებები გაგვიზიაროთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მადლობას გიხდით მოწვევისთვის, გილოცავთ თამარ მეფის ხსენების დღეს. დიდი მადლობა. და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ამ დღეებში მით უმეტეს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა არის ახალი პატრიარქის არჩევა და კურთხევა და მინდა მის უწმინდესობას მიულოცო ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მძიმე მისია, რომელიც მას ერგო და გამოარჩიეს ამისთვის და ღმერთმა ხელი მოუმართოს და დამწუნებული ვარ, რომ ჩვენი დიდი პატრიარქი ილია მეორე არ მოაკლებს თავის ზრუნვას ზეციური საქართველოდან. იმედი მაქვს, რომ მოერევა აი ამ ძალიან მძიმე სათანადოდ და ღირსეულად წარმართავს თავის მოღვაწეობას. მე ადრეც ვიცნობდი უკვე როგორც მეუფეშიოს და იქამდეც და ძალიან დიდი სიმპათიით და სიყვარულით ვარ მისადმი განწყობილი და მგონია რომ ესეთი ღირსეული ადამიანი არის ნამდვილად და სხვათა შორის ჩვენს ინსტიტუტს, ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტს არაერთხელ დაეხმარა ჩვენ გასაჭირის მომენტებში და მხარი დაგვიჭირა და მხარში ამოგვიდგა. ამიტომ განსაკუთრებით მინდა ესეთი ჩემი მოლოცვა და ჩემი საუკეთესო სურვილები გამოვხატო მის მიმართ. რაც შეეხება იმ გაფართოებულ კრებას, ახლა ეს ესეთი მნიშვნელოვანი მოვლენა არის და ის ჩვენურად ჩატარდა ძალიან, როგორც ახლა მოდური სიტყვა გამჭვირვალედ მიმდინარეობდა. და ყველა მონაწილეებმა ესეთი ღირსეული პოზიცია გამოავლინეს და ღირსეული დამოკიდებულება ამ მხრივ ძალიან კარგი იყო. ხა თვითონ სვეტიცხოველში მე არ ყოფილ ვარ, ვერ წავედი და თან ტელევიზიით უკეთესად ვდახემ. დღეს არის საშუალება რომ სახში ძალიან მშვენივრად დადევინოთ თვალყური. ხა სულ სხვა განწყობა და სულ სხვა აურა იქ, სადაც ახალი პატრიარქი ლოცულობს. სულ სხვა ამბავია, მაგრამ ნუ ასე თქვათ სანახაობრივად, რა თქმა უნდა, ტელევიზიაში უკან ჩანდა და კარგი იყო, რომ ეს გადაცემა პირდაპირ ეთერში ხდებოდა და მართლა მოგვეცეს ჩვენ საშუალება ყველას, ვინც ვერ წავედით მცხეთაში, რომ რაღაც მონაწილეები გამختارიყავით ამისა. ნუ ესეთი სამახსოვრო დღეებია, მე 50 წლის წინანდელი ამბავი ისე კარგად მახსოვს. ესწრებოდით პატრიარქი ლემნორის აღსაყდრებას? ხო, არა, მცხეთაში არა, მაგრამ აი რაც ქალაქში მაშინ ხდებოდა, აი თქვენთანაც მოუყევით რაღაც სასწაული იყო. მთელი ქვეყანა იყო ესეთი აღზრული რაღაც ახალის და საუკეთესოს მოლოდინში და რაც მართლაც ასეც მოხდა. ასე რომ ყველას თელ საქართველოს ულოცავ, ყავს ახალი პატრიარქი და დიდი იმედებითა ვართ გამსჭვალული მისი მოღვაწეობის მიმართ. დიახ, და ჩვენც კიდევ ერთხელ ვუერთდებით ამ მილოცვას. ქალბატონო მარიამ, დღეს არის წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის ხსენება, გამორჩეულად საყვარელი მეფე ჩვენი ქვეყნისთვის, გამორჩეული მოღვაწე, რომელიც წმინდანად არის შერაცხული, ბაგრატოვანთა გვარის წარმომადგენელი და გვინდა ვისაუბროთ მისი გამოსახულებები, როგორ არის წარმოდგენილი ქართულ იკონოგრაფიაში. პირველ რიგში გაინტერესებს როდიდან ჩნდება პირველი გამოსახულებები, აი საინტერესოა ვთქვათ, თამარ მეფის თანამედროვეთა მიერ შექმნილი ასეთი გამოსახულებები თუ გვაქვს? რა თქმა უნდა. დიახ, და ამაზეც ვისაუბროთ. ნუ ხა თამარი მართლა განსაკუთრებული მოვლენაა ჩვენ ისტორიაში, მარტო იმიტომ კი არა, რომ ერთადერთი ქალი მეფე იყო, მაგრამ განსაკუთრებული მბრძანებელი იყო, განსაკუთრებული მოღვაწე იყო და
ამიტომ დაფასდა კიდე ჩვენ ფაქტიურად აი ხა ჩვენ დრომდერად შემორჩა გვაქვს 5 გამოსახულება მისი ცნობილი ფრესკები. ხო, ფრესკებში ძირითადად ხა იმდროინდელი ხატები თამარისა ნიშის სიცოცხლეში ვერც იქნებოდა, მაგრამ როგორც იცით ეს ტრადიცია საერთოდ ქრისტიანობაში და მართლმადიდებლურ ქრისტიანობაში მეფის, იმპერატორის იმ დროს მოღვაწე მბრძანებლის გამოსახვისა საეკლესიო მოხატულობის თუ საკრალური სივრცის შიგნით ჩართული ამ საკრალურ სივრცეში მიღებული იყო და მათ შორის საქართველოშიც და უფრო ადრინდელი გამოსახვა ატენში არის ბაგრატიონთა მთელი გრძელი რიგი არის. პირველი რაც ჩვენ ვიცით არის ეს ვარძიის გამოსახულება, სადაც ეს ყდეში ნაკაფი მონასტერი არის და ცნობილია ისტორიიდან რომ განსაკუთრებული გზნობები ჰქონდა თამარს მის მიმართ და გამოსახულია თავის მამასთან გიორგი მესამესთან ერთად და საინტერესოა რომ ეს ერთადერთი შემთხვევა როცა თამარს ხელში უჭირავს ნაგებობა. ეხლა იცით ეს ყდეში ნაკვეთის არ არის ნაგები ეკლესია და ამიტომ თვითონ ფორმა გამოსახულების არის ესეთი თავისებური რაღაც საერთო ციხესიმაგრესა და ეკლესიას შორის, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ ის არის აქ ქტიტორად, ანუ დამკვეთად, მომგებელად გამოსახული. ეს თარიღდება 1186 წლით, როდესაც უკვე გიორგი მესამემ იგი თანამესაყდრეთ აკურთხა და გაუთხოვარი არის ეს ჩანს რომ ეს კუბასტი არა აქვს ეს მანდილი გაკეთებული და საიმპერატორო სამოსში არიან ორივენი წარმოდგენილი ეს ჯერ კიდევ აი ატენის მოხატულობაში მეფეებს აცვიათ ეს საიმპერატორო სამოსი ხო ლორონიანი სამოსი და წარდგებიან ღვთისმშობლის წინაშე და ზემოდან კიდე ანგელოზი არის რომელიც კვერცხს ანუ მათი მეფობის რეგალიებს აკურთხებინებს ღვთისმშობელს და შარავანდებით არიან მოსილები. ეხლა არის მოსაზრება რომ შეიძლება ამ დროს აღარც იყო ცოცხალი გიორგი მესამე, მაგრამ ის წინ დგას ის ასე თქვათ მედიატორის როლში არის ღვთისმშობელსა და თამარს შორის. სხვა გამოსახულებებშიც გარდა ბერთუბანისა ის წარდგება ერთგვარი როგორც დამაკავშირებელი ღვთაებისა და თამარს შორის. ეხლა ერთი საინტერესო ის არის რომ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ძალიან საინტერესო კვლევები ჩატარდა და როგორც ჩანს, აი ვარძიაშიც იყო ერთგვარი შესწორებები თუ დამატებები, რომელიც სადაც გამოყენებული არის საღებავი, აი ის თეთრას ერთ-ერთი სახეობა ცინკის, რომელიც მე-19 საუკუნეში შეიქმნა ეგ ყელზე რო აქვს ეს მანიაკი ამის ნაწილზე სახეზე იყო ასეთი ძალიან კარგი ფოტოგრაფი არაჩვეულებრივი და თან საოცრად შემოქმედი ადამიანი ბატონი იგორ გილგერდოფი რომელიც შეიმუშავა სხვადასხვა სახის კვლევები ფრესკების აი რაც ადრე უფრო ადვილად კეთდებოდა ხატებზე მან აი რენტგენო ემისიოგრაფია ულტრაიასამნისფერი განათების გამოყენება ფრესკების კვლევისთვის სადაც ჩანს ქვედა-ფენები და აღმოჩნდა რომ ბევრ ადამიანს იგივე ბეთანიაშიც გადაწერის მნიშვნელოვანი ნაწილები არის ანუ თამარის სახეზეც და ვთქვათ ფონზე და ასე შემდეგ. აი ეს ჩანს ვარძიაშიც. ეხლა ეს ვარძიის გამოსახულებაა და საერთოდ ჩვენში მიღებული იყო რომ აი ქტიტორთა გამოსახულებებს განათავსებდნენ ხოლმე შესასვლელის პირდაპირ. უფრო მეტად ჩრდილოეთ კედელი იყო ხოლმე უფრო განათებული, უფრო წარმოსადგენი, უფრო რეპრეზენტაციული და ხაზი ესმეოდა აი მეუფების აქაც ჩანს მარიამის წინაშე როგორ წარდგებიან და ეს სხვადასხვა დონეზე რო არიან გამოსახულნი. ესეც მიღებული იყო. ძალიან მაღალი დონის ხატრობაა საერთოდ ვარძიის ხატრობა. ნუ აი გითხარით 1186 წლით, ნუ პლუს-მინუს თარიღდება და ეს არის აი პირველი რაც ჩვენ ვიცით თამარის დროს რა თქმა უნდა შესრულებული. ასევე ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ მომდევნო ფრესკა რომელი არის? მომდევნო ალბათ უნდა დავასახელოთ ნათლისმცემლის გარეჯის ნათლისმცემლის მონასტრის მოხატულობა დიდი ტაძრის მოხატულობა ისიც ძალიან უცნაური, მაგრამ ძალიან ცუდღეში მყოფი არის. და იქ გარდა ბევრი სხვა თავისებურებებისა არის მთელი რიგი ისევ ბაგრატიონ მეფეთა
და უკვე გარდასულ მეფეთა გამოსახულებებია, მთელი რიგია, რომელიც წარდგებიან სავარაუდოდ გარეჯელის წინაშე, აქ არის ბაგრატ მესამე, დავით აღმაშენებელი, დემეტრე პირველი, გიორგი მესამე და მერე უკვე დასავლეთ ჩრდილოეთ კედელზე, დასავლეთ კედელზე არის ძალიან საინტერესო, თუმცა საოცრად დაზიანებული, აი ახლა აქაც კიდევ ჩანს აი სამი ფიგურა, თამარ მეფე, დავით სოსლანი და ლაშა გიორგი. პატარა ფიგურა არის, მაგრამ მასაც საიმპერატორო სამოსი აცვია და ამიტომაც ფიქრობენ, რომ ეს გაკეთდა მაშინ, როდესაც ის თამარმა აკურთხა თავისა მეფეთ. მეფეთ აკურთხა, თანამოსახდრად კი არა, მეფეთ აკურთხა და ეს დავით სოსლანის გამოსახულებაც ხა სეფრესკებში არ გვაქვს. ძალიან დაზიანებულია სამწუხაროდ ხა აი ეს ბაგრატ მის მესამის პორტრეტი იქნება. აი ესეთი გრძელი რიგი, ისევე როგორც ატენში, ეს ძალიან საინტერესო არის, რომ გარეჯში აი თითქოს ასეთ სადღაც მიყრუებულ მონასტერში მეფეები ასეთ მნიშვნელობას ანიჭებდნენ გამოსახვას, ესა რა ქვია, თავის გამოსახვას, იმიტომ რომ გარეჯი მაინც განსაკუთრებული სულიერების და განსაკუთრებული როგორც რელიგიური, ასევე კულტურული სამწერლობო ტრადიციების მონასტრები იყო და რა თქმა უნდა ფასობდა და მათთვის მნიშვნელოვანი და ისე იყო თავმომწონობის საქმეც იყო, რომ იქ მათი გამოსახულება ყოფილიყო. აი ამ ფრესკებს რა აერთიანებთ მაინც, აი რა სიმბოლოებით არის წარმოდგენილი თამარ მეფე? აქ ესენი სამეუფეო ინსიგნიებით არიან წარმოდგენილი. ახლა აქაც მაგალითად ეს მე მგონი 16 აყაიშვილს აქვს აღწერით, რაც ახლა არ ჩანს, რომ აი ამ პატარა მცირე ფიგურა არის ლაშა გიორგის და დედას და მამას შორის თავზეო ანგელოზის გვირგვინი უჭირავსო. ეხლა ამას ჩვენ ვერ ხედავთ, მაგრამ ნუ ახლა იცით რომ კვლევა მიმდინარეობს არათხოვოთ იმის მიხედვით რა ჩანს, არამედ როდის რა აღწერეს. ეს აღწერები ძალიან ფასეული არის აი ჩვენი დიდი მოღვაწეების მიერ დატოვებული, იმიტომ რომ მართლა ზიანდება ეს ფრესკები დრო თავისაშვება, მე უკვე აღარ ვამბობ ადამიანების ვანდალიზმზე, მაგრამ და აი ეს მიუთითებს სწორედ, რომ ეს ალბათ არის დაახლოებით 1206-7 წლის მახლობლად გაკეთებული, ჯერ სოსლანი ცოცხალი უნდა იყოს და აი დაკავშირებული არის სწორედ ლაშა გიორგის გამეფებასთან. ხა საიმპერატორო სამოსი აცვია, ხა მაშინ არ ეშლებოდათ ხოლმე ესე, რასაც უნდა არ ჩააცმევდნენ. და შემდეგი უკვე არის ძალიან მნიშვნელოვანი ორი თითქმის თანადროული, ნუ მეტნაკლებად ყინცვისის და ბეთანიის. და ეს ყინცვისის ეკლესია, რომელიც იმითაც გამოირჩევა, რომ ამ დროისთვის, როცა ქართულ არქიტექტურაში ესოდენ უხვი ჩუქურთმები და ქვაზე კვეთა და ეს არის ძალიან სადა აგურის არის. ეს და ტიმოთე სუბანი, ეს საოცრად ამდეც გვაქვს ცხადი აგურს იყენე ოზაანის ეკლესიაც მე-10 საუკუნის და კახეთში მით უმეტეს ეს ძალიან ისეთი მნიშვნელოვანის იყო, მაგრამ აი შუაგულ ქართლში, მაგრამ აი აქ უკვე გვაქვს რა, დამკვეთი არის სულ სხვა. ანტონი გლოლისთავის ეს არის გიორგი მესამის აღზრდილი, როგორც თვითონ უწოდებდა, მანდარტურს უხუცესი, ჭყონდიდელი და ნუ იქ ძალიან რთული და ისეთი დეტექტიური ისინი იყო მის ცხოვრებაში, როდესაც მას ეს თანამდებობები, ასე ვთქვათ, წაგლიჯა ქართლის კათოლიკოსმა, მაგრამ და თამარი ძალიან ეხმარებოდა და ნიკოლოზ გულაბერიძე გამოიძახეს იერუსალიმიდან, რომ დახმარებოდა მათ. და აი აქ არის უკვე გიორგი მესამე, თამარ მეფე და ლაშა გიორგი. ლაშა გიორგი უკვე ყმაწვილი სახით არის, ხმალშებმული, ძალიან დაზიანებული არის აქ რაღაცა კიდე სხვა ისეთი გაყვითლებული არის უცნაურად ეს ისა, მაგრამ წარმოდგენილი არიან ჩრდილო კედელზე ტრადიციულად, ძალიან ლამაზ თაღედის ქვეშ და წარდგებიან უფლის ხატის წინაშე, ნუ დახატული ხატის წინაშე. და ძალიან საზეიმო გამოსახულება არის, აი ახლა აქაც კი ჩანს თამარის ფიგურა დარჩენილია წინასწარი ნახატის დონეზე. სულ ჩამოიშალა ზედა ფენები, მაგრამ სხვათა შორის იმხრივ არ კაი, რომ გადაწერის კვალი არ არის და ძალიან ლამაზი არის ეს თამარის სახე. ძალიან, აი ბევრად სხვათა შორის უფრო. თან საინტერესოა, როგორ არის ეს მათი პორტრეტები მოქცეული აი ამ აღდგომის ხატის ქვეშ, ეს ანგელოზი ყინცვისის ხო აღდგომისა, მენელსაცხებლე დედანი. ამ თემაში არის აი ამ ჩრდილოეთ კედლის ქვემოთ და თან მიემართებიან და მიმართავენ ქრისტეს, რომელიც აღსაღწრებული მისი ხატია გამოყენებული თან საკურთხევლისკენ.
და თან იქვე არის აღმოსავლეთ კედელზე გამოსახულება ჯოჯოხეთის წარმოდგენის, ანუ აღდგომის კიდევ ერთი ხატი, სადაც დავითი და სოლომონი არიან, ანუ მათი წინაპრები. ანუ ესეც საინტერესოდ არის ეს. ანუ ისტორიას ყვება ფაქტობრივად ეს ფრესკები. აი ანგელოზის ხელი კი მიუთითებს ამ цаრიელი აკლდამისკენ და ამავე დროს ქვემოთაც მიუთითებს, თითქოს აკავშირებს მათ გამოსახულებებს და ესენიც აი თაღების ქვეშ რო დგანან, გეგონება ზღურბზე დგანან. აი ამ საკრალური სივრცისა, ზეციური სივრცისა და ჩვენი მიწიერი სივრცისა. საოცარი ფრესკა. ძალიან. ბეთანიის ფრესკაზე, ну ბეთანიასთან დაკავშირებით გრიგოლ ორბელიანის ცნობილი ლექსი გვახსენდება ასევე. ხო, და არა, რამენდა თქო, ესენი ტიტორები არ არიან. ანტონ გლოლისთავიძე მეორე მხარეს არის გამოსახული ტაძრით ხელში ნიკოლოზის, წმინდა ნიკოლოზის ტაძარია ხო ეს წმინდა ნიკოლოზის წინაშე. ის არის ნამდვილი ტიტორი, მაგრამ მისი დაკვეთით მისი საყვარელი და უძვირფასესი მეფეები არიან გამოსახული. ნუ გიორგი მესამე ამ დროს უკვე ნამდვილად ცოცხალი არ არის, აი ეს ფუნქცია მაგისი და ბეთანიას რაც შეეხება მეორდება თითქმის იგივე კომპოზიცია გიორგი მესამე, თამარ მეფე და ლაშა გიორგი უკვე გვირგვინით და ხმლით შებმული წმინდა მეომრები აქეთ-იქით განა და ფაქტობრივად რუსულანი რატომ არ არის გამოსახული? რუსულანი არ არის გამოსახული, ნუ მაინც ლაშა გიორგი იყო გამგრძელებელი. აქ ხო ეს დინასტიური ისა, თან იცით ყველა მიცის ეს რომ ნუ ბევრი სირთულეები იყო თამარის გამეფებასთან დაკავშირებით, იგივე გიორგი მესამესაც ბევრი ემდუროდა ეს დიდი შეთქმულება, სწორედ ბეთანიაში აღიბეჭდა ეს ამბავი, იმიტომ რომ ეს ორბელიანების ის იყო საკუთრება მათი ისა და მეორე მხარეს არის სწორედ გამოსახული სუმბად დიდი ორბელიანი და მისი ვაჟი. ონცე სუმბათი ძალიან საერთო უჭირავს ხელშია ეს სხვა ძალიან კარგი ასლი ამ ბეთანიის ტაძრისა და როგორც მანდატურ თუ ხუცესი და ამის პასალარია მოხსენებული და მაგრამ ბერის სამუშია გეგონება მე ასეთი მოსაზრება არის თან მხატვრული სტილის ანალიზმა უჩვენა რომ ეს მერე ჩადგმული არის. უკვე ეს თუ მე-12 საუკუნის 70-იან წლებში მოიხატა, მერე უკვე თამარის მე-13 საუკუნის დასაწყისში, ისე როგორც დასავლეთ კედელზე ეს დიდი კომპოზიცია, ანუ ბევრი შრე არის ბეთანიაში, ძალიან მე-11 საუკუნის შრესაც პოულობთ, ეხლა მე მანდ მუშაობდი და მაშინ ხარაჩოები იდგა და ეს აღმოვაჩინეთ, აქ ხო დიდი ეკლესია იყო, უფრო ძველი, რომლის საკურთხეველი აგურის ფაქტიურად დარჩენილი არის და რომლის პროგრამაც იმეორებს მე-11 საუკუნის პროგრამებს. აქაც ბატონმა იგორ გეგლერდოვმა აქაც აღმოაჩინა გადახატვები თამარის სახის იმაში ბევრად უფრო ლამაზი სახე ჩანს ამ რენტგენოემისიოგრაფიის მიღებულ ფოტოებზე. ჩემი აქ ცისფერი ლურჯი ფერები ჭარბობს. აქ არის ბერლინის ლაჟვარდს უწოდებენ. ეს სხვა საღებავია, რომელიც მე-18 საუკუნეში აღმოაჩინეს. ჩვენთან იგივე ყინცვისში და მაშინ არის ნამდვილი აი ლაპის ლაზურსაც ეძახიან ლაჟვარდი ხო აი ბადახშანიდან ჩამოტანილი ლაჟვარდი გამოყენებული. აი ეს არის სუმბად დიდი რომლის ფიგურაც გადახატული იქნა და ეს ფიქრობენ რომ აი ეს დაპირისპირება ბაგრატიონების და ორბელიანების აქ აისახა ამ მოხატულობაში. ბერთუბანზეც ვისაუბროთ, ბერთუბნის ფრესკაზეც ორი წუთი რჩება და ამიტომ რომ ჩავეტიოთ. კი ბატონო, ესეც გარეჯის ის არის უდაბნოები არის და ბერთუბანი ერთ-ერთი ძალიან ცნობილი არის. აქაც არის ძალიან პირდაპირი დამიზნებით შეანგრიეს მაშინ საბჭოთა არმიამ და ეს გდია კიდევაც და აქაც არის. ოღონდ აქ უკვე თამარი და ლაშა გიორგი არიან გამოსახული. ნუ ლაშა გიორგი ნამდვილად მეფეა, ეს გვირგვინიც მიუწევთ მარიამის წინაშე და აი საფიქრებელია რომ შეიძლება უკვე თამარი აქ გიორგი მესამის როლს ასრულებს, ანუ მედიატორი თავის მემკვიდრესა და მარიამს შორის, ღვთისმშობელს შორის. და ეს თავის დროზე ეს ჩამოხსნილი არის მუზეუმში არის ახლა ლაშა გიორგის ეს გამოსახულება და ისიც იმიტომ რომ ცუდ დღეში იყო ძალიან და ჩამოხსნეს ჩვენმა რესტავრატორებმა და მუზეუმში არის გადატანილი. აი ეს თამარის ესეც ცოტა შეცვლილი არის აქ მაშინ უფრო მაგალითად ყინცვიში უფრო ლამაზია მისი სახე, მისი ოვალი ხო და აი აქ მისი ფუნქცია უკვე არის სწორედ როგორც მოგახსენეთ შუამდგომელი მეოხი თავის მემკვიდრისთვის მარიამისა და იესო ქრისტეს წინაშე როცა წარდგებიან. აი ეს ფაქტურად 5 პორტრეტი გამოდის ასეთი, რაც ჩვენ ვიცით. ეხლა ნათლისმცემლის პორტრეტი ცოტა უფრო გვიან გამოჩნდა, როცა გაიწმინდა.
ის ძალიან ადრინდელია, ხო? ხო, ნუ ეს არის გათხოვილიც არ არისო თქვენ ბრძანეთ. აი, ეს ვარძიაში, პირველ ფრესკაზედია. აი მეორეში, მაგრამ აი რა მინდა თქვა, აი ასეთი იყო ეს ძველი ფოტოები არის საბედნიეროდ. ჯერ კიდევ ჩუბინაშვილი და ესენი 22 წელს რო იყვნენ საუნძიმეს პირობებში რო იმუშავეს გარეჯში და მოუხდათ ამის ჩამოხსნა. ხა ეს ხშირად ხდება ხოლმე, როცა ძალიან ზიანდება რაღაცა და განადგურების წინაშე არის, რა თქმა უნდა, ეს არ არის უკეთესი გადაწყვეტილება. ერთ სიტყვით, აი ესე თამარ მეფე, სხვა უხვად არის წარმოდგენილი. ყველა ერთი ლევან კახთა მეფის პორტრეტების თუ შევადარებთ რაოდენობრივად, ისიც მე-16 საუკუნის და რა თქმა უნდა, ეკლესიამ მიაგო პატივი და მე წმინდანათაც აღიარა, მაგრამ თავიდანვე როგორ ჩანს ძალიან ესეთი ну თანამედროვე სიტყვას რო ეხლა პოპულარული მეფე იყო და იმსახურებდა კიდევაც ამ საყოველთაო ჩვენი პატრიარქ ილიამ მეორის მიერ დახატული თამარ მეფის ფრესკაც გვაქვს დიდუბის ეკლესიაში ხო ნუ ეხლა ვისაუბრე იმაზე რაც მის ცხოვრებასთან მის სიცოცხლეშივე გაკეთდა ან ყოველ შემთხვევაში ძალიან სწრაფად მისი გარდაცვალების მერე ებერთუბანი ბოლო ესეთი გამოსახულება ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო საუბრისთვის ხელოვნებათა ცოდნეობის დოქტორი ქალბატონი მარიამ დიდებულიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი